საბავშვო ბაღი არის სივრცე, სადაც ბავშვი მთელ დღეს ატარებს და პიროვნულ განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანესი როლი აქვს ჯანსაღმობას და მათ შორის ჰიგიენას. და ახლა მინდა შევიხედოთ უშუალოდ სამზარეულოს სივრცეში, იმიტომ რომ მშობლებს დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე მათ შორის ძალიან აინტერესებთ და ნახოთ მოკლედ რა სტანდარტები აქვს დაცული. ეს არის ჩვენი სამზარეულო. საჭმელი აქ არ კეთდება, მოაქვთ გამზადებული დღეში ორჯერ, დილას 9 საათზე და შუა დღისას პირველის ნახევარზე, ცხელი და აქ ნაწილდება ჯგუფებზე. აი ესეთი ურიკებით ჩადეს, ლიფტით ჩაგვაქვს საჭმელი და მოგვიანებით ნახავთ ამასაც როგორ კეთდება კი. ჩაგვაქვს საჭმელი, იქ როცა მიირთმევენ ბავშვების შემდეგ თვითონ დამოუკიდებლად შეძლების მაგვარად როგორც ახერხებენ, რეცხავენ, ასუფთავებენ და ნარჩენებისაგან და ჭურჭელი ამოდის ისევ ამ ურიკებით. მე კიდევ აქ კიდევ სუფთავდები, თეფშები ჭიქები და ამ მანქანაში ეწყობა გასარეცხად. ირთვება დღეში რამოდენიმეჯერ ეს მანქანა. აქ არის ჩვენი ჭურჭელი. ყველაფერი მაღალი ხარისხის, არაფერი პლასმასი, ყველაფერი ბუნებრივი. ცოტა ხანში დაიწყება კვება და მინდა რომ პრაქტიკაში ეს ყველაფერი ვაჩვენოთ. მონტესორის გარემოში ფიზიკურ აქტივობასაც თავისი დანიშნულება აქვს. სანამ საბავშვო ბაღის კვების სტანდარტებს პრაქტიკაში ვნახავდით, გადავწყვეტით პატარების მხიარულ სტარტებს დავსწრებოდით. აქ მთავარი არა სხვისი დამარცხება, არამედ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და გუნდური მუშაობა. ახლა მოვიდა სადილი და სამხარი. ველა საკვებზე არის დამაგრებული გამზადების თარიღი, გამზადების თარიღი და შემადგენლობა რა შედის და რისგან და როდის არის დამზადებული. პური დაიჭრა, ბოსტნეული დაიდო, ახლა ვიღებ წვნიანს. დღეს გვაქვს გუფთა. ბავშვები, რომლებიც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა. ამიტომ იმ ბავშვებისთვის ცალკე მოდის საკვები, რომელსაც აწერია ულაქტოზო. მონტესორის მეთოდი ბავშვს პირველ რიგში ასწავლის დამოუკიდებლობას. ეს პრინციპი კი საბავშვო ბაღის ყველა სივრცეში იგრძნობა. აქ პატარები თავად აწყობენ მაგიდას, იყენებენ ნამდვილ კერამიკის თეფშებს და თავადვე ალაგებენ მას სადილის შემდეგ. მონტესორის მეთოდი ბავშვს არ სხდავს, არამედ აძლევს საშუალებას თავად მოუაროს საკუთარ თავს და ისწავლოს მთავარი დამოუკიდებლობა. თავი ღირებულება რა არის ხოლმე, რაც რჩება ბავშვს? დამოუკიდებლობა, ჩემი აზრით დამოუკიდებლობა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მათი შემდგომ ეტაპზე გადასვლის პროცესში, რადგან სკოლაში უფრო მეტად უწევთ იყვნენ დამოუკიდებლები. აქ თუ არის 2-3 ადამიანი, რომელიც მუდმივად მათთან არის ეხმარებათ და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათთან ერთად არიან, სკოლაში ნაკლებად არის მსგავსი მხარდაჭერა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბაღიდან გავუშვათ ბავშვები, ვისაც შეუძლია საკუთარ თავს მოემსახურონ და დაეხმარონ ნებისმიერ საკითხში. იქნება ეს ჩაცმა, გახდა კვების პროცესი თუ საკუთარი ნივთების მოწესრიგება. ბავშვები, როდესაც მიირთმევენ, თავად ასუფთავებენ ჭურჭელს, თავად ასუფთავებენ იატაკს. გადაგიღოთ?